როგორც ნახეთ, გრძელდება მთავრობასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის დიალოგი გაერთიანებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტების შერწყმა ორივე მხარის ინტერესებს დაიცავს, პირობებს კი გააუმჯობესებს, რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი მათ უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს. მეგინ არსავიძის სიუჟეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული პრობლემები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორც ფასადზე, ისე ინტერიერში. რეფორმა, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას მოიცავს, სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პოზიტიური ცვლილებები შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამ დაზიანებულ ინფრასტრუქტურასაც, რათა ის პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს. უნივერსიტეტში ცალკეულ აუდიტორიებში პირობები გაუმჯობესებია. რეფორმის შედეგად კი ასეთი სივრცეების რაოდენობა გაიზრდება და სასწავლებელს სრულად მოიცავს. ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები გაერთიანების პროცესის სირთულეზე ლაპარაკობენ და აქვე აცხადებენ, რომ რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია საუბარი და შეხვედრები. როგორც ხდება რა ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება, მისი წინა პერიოდები, მოსამზადებელი სამუშაოები ალბათ თუ იქნება მსგავსი, ალბათ დარწმუნდებიან, რომ ან მისაღებია, ან არ არის მისაღები. ამ ეტაპზე თავისთავად ცხადია მიმდინარეობს შეხვედრები, პროცესი დაძრულია და ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილებები იქნება. დღეს ძალიან რთული და ძნელია რაიმე კონკრეტულ რეცეპტზე იყოს საუბარი ჩვენგან. რეფორმაზე საუბრისას უნივერსიტეტში აქცენტს აკეთებენ იმ ფაკულტეტებზე, რომელთა როლი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანია. აცხადებენ, რომ დაანონსებული რეფორმის პროცესი კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. პროგრამები ეს განსაკუთრებული ის არის, იცით, ხერხემალია ჩვენი ორივე უნივერსიტეტის არსებობის. და ესე იოლად ეს ორი პროგრამა, ორი უმაღლესი განათლების, სხვადასხვა მიმართულების მქონე უმაღლესი განათლების პროგრამები ესე ადვილად ვერ შეერთდება. იმიტომ რომ შეუძლებელი არის ამის გაკეთება? არა, შეუძლებელი არ არის, სწორედ ამიტომ ვიძახით, რომ ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება შეხვედრა. საერთაშორისო პრაქტიკაზე აკეთებენ აქცენტს მმართველ გუნდში. რეფორმის შედეგად სასწავლებელს უნდა ჰქონდეს პროგრესი საერთაშორისო რეიტინგებში. ასევე დაგეგმილი რეფორმა გააუმჯობესებს როგორც სტუდენტების, ისე ლექტორების პირობებს. მსოფლიოს რეიტინგები საუკეთესო უნივერსიტეტებით დგება სხვადასხვა კრიტერიუმებით და მათ შორის არის როგორც ხარისხი, ინფრასტრუქტურა, პუბლიკაციები და ასე შემდეგ. ამ რეიტინგში დღეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები 400-ში არ არის და ამ რეფორმის შედეგად იქნება ასევე ის, რომ ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტები დაიმკვიდრებენ რეპუტაციულ ადგილს საერთაშორისო რეიტინგებში. ხედავთ რა მდგომარეობა აქვს თუნდაც ინფრასტრუქტურულად იგივე ტექნიკურ უნივერსიტეტს და ამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება მოხდება. მაგალითად, ფინეთში, აალტეს უნივერსიტეტში მოხდა ტექნიკური უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული უნივერსიტეტის და დიზაინის უნივერსიტეტის გაერთიანება და ამ გაერთიანების შედეგად მათ პირველივე წლებში 109 ადგილზე გადაინაცვლეს. ასევე მნიშვნელოვანი იყო მაგალითად პარის საკლერის გაერთიანების პროცესი, რომელიც დღეს განათლების მიმწოდებლებს, ასე ვთქვათ, მითითებებს აძლევს. უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან განათლების სამინისტრო კომუნიკაციას განაგრძობს. რეფორმის შედეგად კი ქვეყანაში ჩამოყალიბდება ფლაგმანი უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის პირობებს შესთავაზებს.